ორი ოცნება მაქვს სულ. ერთი რომ კარგი ფანდური მქონდეს და მეორე ამ ფანდურზე შემეძლოს ნატალია ერქვანიასავით დაკვრა. მაშასე მივესალმოთ ჩვენი სტუმარია ნატალია ერქვანია. სალამი, მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენი ხილვა, დაბრძანდით. როგორ გიკითხოთ, როგორ ხასიათზე ხართ? კარგად, ძალიან ლამაზად გამოიყურებით. დიდი მადლობა. თქვენ როგორ ბრძანდებით? არა მიშავს, უღრმესი მადლობა. აი, ზრდილობიანი ბავშვები ყავს ჩვენ. უღრმესი მადლობა. არა მიშავს. როდის ისწავლეთ ფანდურზე დაკვრა მითხარით, ნატალია? 8 წელს რო ვიყავი, ფანდურზე ჩემმა დედამ შემოყვანა და მე ძალიან შემოყვარდა ფანდურზე დაკვრა. ანუ ისე გამოდის, რომ ფანდურზე დაკვრა მაშინ ისწავლე, როცა ფანდურს ცოტათი გაასწარე სიმაღლეში, ხო? კარგი. სად ისწავლე? ანუ სად შეგიყვანეს და სად ისწავლე დაკვრა? მასწავლებელ თანზურა ბარბაქაძესთან ჯერ თავიდან პატარა ვიყავი, ვუკრავდი ჩემ თვითონ და მე როდესაც მასწავლებელთან შემოყვანეს, უფრო კარგად დავიწყე დაკვრა. შენ და ან ძმა თუ ყავს? ყავს ორი ძმა, ერთი დიდი და ერთი პატარა. დიდი როგორ ესე დიდია და მეორე პატარა? არა, ჩემზე პატარა, ოღონდ და კიდე ერთი ძალიან პატარა ძმა მყავს. ეგენი თუ უკრავენ? არა, ეგენი არ უკრავენ. და რაო, რას ამბობ, რატო არ უკრავთო? ვითომ რაო რა? რა ვიცი, აი არ მოსწონთ ფანდური, ხო? ჩონგური? არა. არა. დოლი? არა. ფანდურის წამოღებაში მაინც ხო მოგეხმარებიან, ეხლა მაგაში ხო შეიძლება რომ გამოგადგენ? შეიძლება. კი ბატონო. სკოლაში თუ დატიხარ? სკოლაში დავდივარ. გიყვარს? კი. ჩემ მეგობრებთან. გიყვარს? არა, ეხლა სკოლაში მოსაწონე რამე არის. მეგობრებთან ვარ. აი, რას აკეთებს სკოლაში? მიდიხარ, გაკვეთილი უნდა ჯერ დილას დგები. უნდა წახ, არ არის ესე? ხო, არა. არ გინდა ხო სკოლა? მეგობრებსაც ხაზი გადაუსვა. ხარ მინდა ხან არა, მეგობრების მხრივ ძალიან მინდა სკოლაში. მეგობრების მხრივ კი, საყვარელი საგანი თუ გაქვს? მაქვს საყვარელი საგანი. აბა? ქართული და მათემატიკა. კაცო, ან მე მეჩვენება, რომ რაღაცნაირად ეს ბავშვებს მათემატიკა უყვართ ძალიან. განსაკუთრებით გოგოებს და ძალიან მაოცებს ეს ამბავი. რა მოგწონთ მათემატიკაში? არა, თან მიხარია ხო არ გონიო? საინტერესოა და რა, ეხა 2-ს მივუმატოთ 2 4-ია, რა არის? ეხა რა არის საინტერესო? არა, ცოტა დიდი რო გაიზრდებით და ფორმულებს რო ვისწავლით, მე ძალიან საინტერესო ხდება ეს მათემატიკის გაკვეთილები. ანუ მათემატიკის პედაგოგიც გიყვარს? ძალიან. და მათემატიკის პედაგოგს არ უთქვავს შენთვის, რომ შენო მუსიკის პითაგორა ხარო? არასდროს არ უთქვა. კარგი. მითხარი, რომ გაიზრდები, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მე ფანდური და პიანისტი. ფანდური, პიანისტი. კარგია, მომწონს, მაგრამ მე ფანდური უკვე ხარ ფაქტიურად და ფორტეპიანოზე უკვე დადიხარ სწავლობ? დავდივარ, კი, დიდი ხანია, 1 წელი უკვე დავდივარ ფორტეპიანოზე. აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს ამბავი. იცი რა არის, პრინციპში ხა რომ დაფიქრდეს ადამიანი, მეფანდურეობას მაინც პიანისტობა ჯობია. იმიტომ რომ რა ვიცი, იქ დაჯდები მაინც. ჩემს ორივე ერთნაირია, ორივე ძალიან მოყვარს. არა, მესმის, მაგრამ იქ დგახარ და გზიხარ, მე მგონი ჯდომა ჯობია, რა? და დამჯდარმა რომ დაუკრა ფანდურზე პრინციპში? კი, მასაც უკრავთ ხოლმე. ეგრეც არის ხოლმე, ხო? დაწოლილზე? ესე რო წევხარ და მივალ მიყვები, არა? კაი, დაწოლილი არ შეიძლება, პატევი უნდა ვცეთ ფანდურს, აბსოლუტურად მართალია. მაინც ფანდური თუ ფორტეპიანო? ორივე ერთნაირად მოყვარს. ძალიან კარგი. კიდევ რას აკეთებ ცხოვრებაში, სკოლაში დადიხარ. ფანდურზე უკრავ. ფორტეპიანოზეც დადიხარ. ხო არ მღერი? არა. ხა შეიძლება ეხა სადღაც ვიმღერო, ცოტა წავიმღერო. ისი არ მღერი ვარ. ხატვა მიყვარს ძალიან. უი, რა მაგარია, ხატა? რისი ხატვა გიყვარს ყველაზე მეტად? ყველა რა ვიცი, რასაც ადამიანი მეტყვის, ის შემიძლია დავხატო უცებ. რასაც ადამიანი გეტყვის? მე დამხატავ? არ ვიცი, კი, დაგხატავთ. გამოგივა? და ისა სადმე აქ რო რაღაცა დიდი ცუგა რო დამახატო ხელზე შეგიძლია? არ ვიცი, რა ვიცი. არ გიცდია ადამიანზე დაგეხატა რამე? ადამიანზე რამ არ გაგიფერადებია არავინ ესე ჩუმად რომ მივეპარები და რაღაცას რა? იცი რა, დღესასწაულებზე ხო არის ხოლმე, რომ აკვარელებით რო ხატავენ და ლამაზი არის, აი მაგალითად საქართველოს. ხო არ გიცდია ეგეთი რაღაც? არა, ეგეთი არა. სადე, ძალიან კარგი იქნება სხვადასხვა დღესასწაულებს უხდება ყოველთვის.
ახლა თავარი შეკითხვა, ვისთან ერთად მობრძანდით, ნატალია? ჩემს ოჯახის წევრთან ერთად, დედასთან, ჩემს სადაც ფანდურზე დავდივარ ჩემს მეგობრებთან და ჩემს მასწავლებელთან, რა თქმა უნდა, და დეიდასთან. შესანიშნავია, აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს ამბავი. ადრე დაუწყია დაკვრა, როგორც შევიტყვეთ. ანუ ჯერ ფანდურის სიმაღლეც არ იყო, მე მგონი, ხო? დიახ. როგორ მოხდა ეს ამბავი? თვითონ დაინტერესდა, ხო? ჩვენ სახლში ძალიან გვიყვარს ქართული ხალხური სიმღერები. დედა ჩემი ნატალიას ბებია უკრავს ფანდურზე და აქედან გამომდინარე მას შეუყვარდა, მოეწონა ფანდურზე დაკვრა და ჩვენ შემდეგ მივაკითხეთ ბატონ ზურაბ ბარბაქაძეს. აუცილებლად გავესაუბრებით ბატონ ზურაბს. სადაც ნატალია ძალიან განვითარდა. განვითარდა ძალიან. გამარჯობა ბატონ ზურაბ, მოგესალმებით. მოგესალმებით. გარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან მოსვლის შემდეგ გაცილებით უფრო დახელოვნდა ჩვენი ნატალია. როგორი ბავშვი ყავს? სხვათა შორის მე ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ გოგო ესეთი არასოდეს არ ყოლია. გოგო მოსწავლე. ისეთი მაგარი არის, რომ ბიჭებსაც კი ჯობია? ანუ ძალიან საკმაოდ ძლიერია. მარტივად ითვისებს ძალიან და კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ნებისმიერ სირთულეს ითვისებს, სირთულეს ეძებს. მათემატიკაც იმიტომ უყვარს. ხო, რაღაცაშია საქმე. მაგას ვაკვირდები, მათემატიკა უყვარს, სირთულეებს დაეძებს. ესე წყნარა თუ სულ ასეთი წყნარია სახლში? ან გაკვეთილებზე როგორი არის? ძირითადად მაგის ხმა ჩვენ თუ კამათობთ, მე და ნატალია მაგის გულისთვის კამათობთ, რომ ხმა მოიღოს და ისე თქვას ხოლმე რა. ანუ დღეს ესე იგი ბევრი საუბრა. ძალიან. კარგი, ესე იგი მადლობელი ვარ თქვენი პატივცემულო, რომ დღევანდელ დღეს პატივი დააგდეთ და ასეთი ენაწყლიანი ბრძანდებოდით. იღიმის კიდეც, რაც ძალიან უხდება, მინდა გითხრათ. დღეს რა უნდა დაუკრათ? ლიბერტანგო. ფანდურზე გასულ? ლიბერტანგო ფანდურზე? დიახ. ეგ ვის მოუვიდა, ეგ იდეა მითხარით? ყველამ ერთად მოვიფიქრეთ, ზურაბ მასწავლებელმა პირველი მოიფიქრა და მე ჩვენ ყველამ გადაწყვეტეთ, რომ ეგ დაგვეკრა. აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს ამბავი. ფანდურით და ჩონგურით შესრულებული ლიბერტანგო, სიმართლე გითხრათ, მე არსად მინახავს და ძალიან დიდი ინტერესით მოვისმენდი. დიდი მადლობა რომ ბრძანდებოდით ჩვენთან სტუმრად და ახლა ისე რომ ხელცარიელს არ გაგიშვებთ, იცით ხომ თქვენ? და ამისათვის ჩვენ უნდა მოვიხმოთ ჩვენი პირველი საჩუქრის გადმომცემი ფაგიო. აპლოდისმენტებით შევხვდეთ. ეს სპეციალური კრებული ფაგების გადმოგეცემა. აქ არის ფაგების ნაკრები, რაც აუცილებლად დაგიცავს გაციებისგან და ინფექციებისგან. დედამ იცის ფაგიო. მაგრამ კიდევ ერთი ჩემი მეგობარი არის მოსასვლელი, მინდა გითხრა და ეს გახლავს ვინ? ლოკო მოკო. ლოკო მოკოს ლომი. დიდი მადლობა. ახლა კი მოვისმინოთ ანსამბლი გენის შესრულებით ლიბერტანგო. დარწმუნებული ვარ, წარუშნელი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ამ ყველაფერმა ჩვენზე.
ბრავო! ბრავო! გენიალური შესრულება გენიოსების შესრულებით. აი, ეს მეგონა მეთქვა. ანსამბლი გენი.